Აწლევლების განმავლობაში საბჭოთა ტოტალიტარული პროპაგანდის გავლენით აფხაზეთის წარსულის აღქმა თითქმის სრულად ჩაიკეტა ვიწრო ეთნიკურ პარადიგმაში, რის გამოც დავიწყებას მიეცა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე რეგიონში მიმდინარე რეალური, მოდერნული და დემოკრატიული პროცესები. სწორედ ამ მითების მსხვერპლს და ისტორიული სიმართლის აღდგენას ისახავს მისნად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სოვლაბის ახალი ფუნდამენტური აკადემიური ნაშრომი აფხაზეთი 1917-1921 მეხსიერების რეკონსტრუქცია, რომელიც ქართულ რუსულ დასავლურ და აქამდე გამოუკვლეველ აფხაზურენოვან საარქივო წყაროებს ეყრდნობა. ჩვენი საერთო დემოკრატიული წარსულის შესახებ სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ ციკლის ავტორები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანტელაკი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ვახსენეთ მეხსიერების რეკონსტრუქცია და მის მნიშვნელობა, ასევე როგორ კეტავს პროპაგანდა არასწორ პარადიგმებში, მათ შორის ვიწრო პარადიგმებში ცხოლმე ისტორიას. მოდი გადავხედოთ და ჩამოვთვალოთ ის მთავარი მითები, რომლის მსხვერპლს ემსახურება ეს ციკლი და მოვხაზოთ მთავარი თემები. გიორგი, თქვენ გადავიწყოთ საუბარი. მადლობა. ეს მითები უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საზოგადოებაშიც ძალიან დომინირებს. ჩვენც ასე უყურებთ აფხაზეთის ისტორიის საკითხს, აფხაზური საზოგადოება და მეტიც დასავლური აკადემიაც. ერთ-ერთი ასეთი მითი არის, რომ ესე იგი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება არის განთავისუფლების აქტი. და შესაბამისად და სხვა შორის ყოველ წელს 4 მარტს, როცა მეცხრე წითელი არმია შევიდა სოხუმში, ზეიმობენ ამას. შესაბამისად, თუ ეს განთავისუფლების აქტია, მაშინ ბოლშევიკთა ბრძოლა არის განმანთავისუფლებელი, ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა. ეს არის ერთი მითი. მეორე მითი არის ის, რომ ესე იგი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება მოხდა აჯანყების ბოლშევიკთა, ესე იგი საერთო სახალხო გლეხთა აჯანყების შედეგად და ამ პროცესში წითელ არმიას ჰქონდა ძალიან პატარა და მოკრძალებული როლი და ნუ ალბათ მესამე მითი ის არის, რომ ასე ვთქვათ, აფხაზი ხალხი სრულიად ესე იგი უარყოფდა და არანაირი მიმღებლობა საქართველოს პირველი რესპუბლიკისა იმ რეგიონში, სოხუმის ოლქში და აფხაზეთის ავტონომიაში არ არსებობდა. ეს არის სამი მთავარი მითი. და დავიწყოთ პირველი მითით, ეს ეხება რა თქმა უნდა ლაკობა, ნესტორ ლაკობა ყველა მიცის და რაღაცნაირად ამფუძნებელ მამად მიიჩნევა ეს ბოლშევიკი ფიგურა, მაგრამ ჩვენ რო ნახეთ ბოლშევიკურ ვინ არიან ეს ბოლშევიკები აფხაზეთში, აღმოჩნდა რომ პირველი თანრიგის ასე ვთქვათ ლიდერები არიან ქართველები. სევერიან კუხალეიშვილი, ამბერკი ურუშაძე, ისაკ ჟვანია, რომელმაც გამოაცხადა ესე იგი საბჭოთა ხელისუფლების სოხუმში და პირიქით აქეთ მხარეს, ანუ საქართველოს მხარეს მთავარი ფიგურები პირველი რესპუბლიკის, ანუ ჟორდანიას მთავრობის მთავარი ფიგურები არიან პირიქით აფხაზები. და ალბათ ამ ფიგურების მაგალითზე ყველაზე კარგად შეგვიძლია გავიაზროთ თუ რაოდენ უკუღმა გვესმის ჩვენს მათაც და დასავლურ აკადემიასაც საერთოდ და დროა რომ ამ ეთნიკური პარადიგმიდან გამოვიდეთ. ორ მაგალითს მოვიყვან, მე ირაკლის გადავცემ სიტყვას. ორ მაგალითი პიროვნებების მაგალითზე უფრო კარგად ვიგებთ რა. აი მაგალითად დავიღოთ ესეთი პიროვნება, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ასევე გამქრალია და ბევრი პიროვნება საერთოდ აფხაზეთის შემთხვევაში კი არა, ზოგადად ჩვენი ისტორიიდან ხო ბოლშევიკურმა 70 წელმა ამოშანთა რა. ავიღოთ ესეთი ფიგურა ვასილ გურჯუა მაგალითად, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრი, შემდეგ დემოკრატიულად არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს, ანუ პარლამენტის წევრი და ასევე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ლიდერი შეიძლება ითქვას. იგი დახვრიტეს 1924 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების დროს და 10 სხვა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთან ერთად და მისი დახვრეტის, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებას ხელს აწერს ტროიკის თავმჯდომარე, აფხაზეთის ჩეკას თავმჯდომარე ბახტაძე, ანუ ქართველი, რომელიც არის რუსების მხარეს, ხო, ვასილ გურჯუა საქართველოს მხარეს. მეორე ფიგურა ეს არის თარასხან ეშბა, ასევე აფხაზი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის, ანუ უშრობის სამსახურის კონდაზვერვის ხელმძღვანელი სოხუმის ოლქში, რომელიც ასე ვთქვათ ებრძოდა ერთის მხრივ ბოლშევიკურ აგენტურას, მეორეს მხრივ დენიკინის, იმიტომ რომ ამ დროს ხო რუსეთის სამოქალაქო მიმდინარეობს და თეთრ მოძრაობასაც მიუღებლად მიაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობა, მათ აგენტურას და 1920 წლისთვის ფაქტიურად მთლიანად ამოშანთა ამ კაცმა მთელი სოხუმის კომიტეტი რუსეთის კომუნისტური პარტიის მთლიანად დააპატიმრა. ეს ადამიანი ასევე დახვრიტეს, შემდგომში ემიგრაციაში წავიდა, დაბრუნდა და გაასამართლეს, დახვრიტეს, ასევე მის დახვრეტის, ასე ვთქვათ, ოქმს ხელს აწერს ბახტაძე, ქართველი. თარასხან ეშბა არის საქართველოს ოფიცერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პატრიოტი და შეიძლება თქვას რომ გმირი, იმიტომ რომ
მისი დავით ხვადაგიანის რომელიც მესამე ავტორია ამ წიგნისა, ძალიან კარგად შესწავლილი მისი საქმე შსსრ კგბ-ს ყოფილ არქივში, რომელიც ახლა დაკეტილია, რატოა დაკეტილი კაცმა არის ეს ვიცით, მაგრამ მაგალითად შევეხებით და თანასხარ ნეშფა უნდა იყოს საქართველოს ეროვნული გმირი, მე ესე ვფიქრობ, რომელიც არ გატყდა ამ წამების და აი ამ ესე იგი ამ ჩეკას ხელში მოხვედრის შემდეგ არავინ არ დაასახელა, არავის ხელი არ დაადო და ასე შესწირა თავის საქართველოს ადამიანს საზოგადოებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს არის აფხაზი ფიგურა და აი ამ პიროვნებებით უფრო კარგად ვიგებთ, კიდე ერთ თემა არის არჩევნები, მაგრამ ამაზე გადავიდეთ თან ირაკლისთან, ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ასეთი საერთო ფიგურები გვყავდეს ისტორიული, ხო? და ალბათ ამ ხიდებისთვისაც მნიშვნელოვანია, რატო არის ამ კონტექსტის, სოდა მნიშვნელოვანია ეგ იქნება ჩემი კითხვა, მათ შორის დღევანდელი პოლიტიკური რეალობისთვის. საღამოშიდობის კიდევ ერთხელ მადლობა ამ თემის და ამ გამოცემის მხარდაჭერისთვის და საშუალებისთვის, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია და გაჩნდეს ინტერესი, რომ მოხდეს ამ მითოლოგიის მსხვერპლობა, რეკონსტრუქცია, რეალობასთან მაქსიმალურად ნახლებობილი სურათის. მნიშვნელოვანი ზუსტად ამიტომაც არის, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რეალობა იყო ერთი და ის ჩაანაცვლა შემდეგ უკვე პროპაგანდამ, ყალბმა, ინტერპრეტაციებმა, დეზინფორმაციამ, ანუ რა ისახავს ეს მიზნად, ხო? ჩვენ საზოგადოებების გახლეჩას, ერთგვარი თვითშეფასების განულებას, რომ ჩვენ არასდროს არ გქონია ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფო კულტურა, ინსტიტუტები და თითქოს ყოველთვის რაღაცა გაზიარებული დემოკრატიული წარსული. და თითქოს ყოველთვის რაღაცა ეროვნულ ეთნიკურ დონეზე ჩვენ ვიყავით მოსისხლე მტრები, ხო? ანუ ამის კულტივირებას ემსახურება ეს მითოლოგია და შესაბამისად ჩვენ ესეთი წინასწარ განწყობით ცხადია სამეცნიერო ეთიკიდან გამომდინარე არასდროს არ მუშაობთ, როდესაც დავიწყეთ ამ პერიოდის კვლევა, სრულიად შებრუნებული სურათი, როგორც გიორგი ამბობდა და უფრო ცხადი ხდება, რომ ზუსტად რომ აი ეს საფუძველი გაქრეს, რომ ესმოდეს ჩვენ საზოგადოებას, ეთნიკური აფხაზური საზოგადოებასაც, რომ ქონდა ერთიანი სახელმწიფო, იყო ეს სამართლიან დემოკრატიულ გარემოზე და პროცედურებზე და ინსტიტუტებზე აწყობილი სისტემა, კარგი წინაპირობები იყო, რომ ყველაფერი ყოფილიყო ჰარმონიულად და რომ ეს დღესაც შესაძლებელია. ამისი ბაზისი, როგორც წარსულის მაგალითი გვაჩვენებს, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტები და გაცნობიერება რეალური ეროვნული ასე ვთქვათ დღის წესრიგის ამოცანების, საფრთხეების მათ შორისაც, ხო? ანუ ეს ეხება ენას, კულტურას, ფიზიკურ უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები, როგორც მაშინ, ანალოგიურად დღესაც იგივე არის, რუსული ფაქტორი მაშინაც ანალოგიურ ნეგატიურ გავლენას ახდენდა და დღესაც ხედავთ უკვე საკუთარი თვალით და ერთ-ერთი საკვანძო მომენტი არის ამ კონფლიქტის, რომელიც არის საბჭოთა რუსული ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის პირდაპირი პროდუქტი შეიძლება ითქვას და ცხადია, ხო, ანუ ამ ყველაფრის გაცნობიერების ერთ-ერთი ნაბიჯი არის ეს პირველ საბაზისო ეტაპს უკავშირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს და თანაცხოვრებას და ძალიან საინტერესო კომპლექსურ პროცესს, როგორ მიმდინარეობდა დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, აქ არის დემოკრატიული არჩევნების მთელი ციკლები, აქ არის დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობების მოწყობა, თავისუფალი სასამართლოს რეფორმის გავრცელება აფხაზეთის ავტონომიაზე, აქ არის ხო ადგილობრივი პარლამენტი, აქ არის მთელი ესეთი რთული კომპლექსური პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი ცენტრსა და ავტონომიას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის და კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის. ანუ აი ეს განზომილება საერთოდ ყურადღების მიღმა რჩებოდა და იგნორირებული იყო, რამდენადაც როგორც გიორგი აღნიშნა, დომინირებდა აი ეს ზუსტად იმ 70 წლიანი და რუსული ასე ვთქვათ ექსპერიმენტების ან პროექტების წყალობით შექმნილი გარემოდან, რომ ანუ აი ეს გამარტივებული ხედვა, რომ ჩვენ და ისინი აფხაზები და ქართველები, ეს არის ფრონტის ორი მხარე, მუდმივად დაპირისპირება იყო, არანაირი გადაკვეთა, გადაფარვა, და ეთნიკურობაზე დაყვანა მხოლოდ. და აქ იყო კიდევ
აი ესეთი ერთგვარი ისევ საბჭოურ ყაიდაზე რო ვთქვათ, სტახანოვური შეჯიბრის მსგავსი, რომ აი იმისი გამუდმებული ძიება, რომ ვინ უფრო ძველი მოსახლეა ამ ტერიტორიისა და მიდიოდა ეს მდინარე ისა, აი ეს არის თითქოს წყარო. დისკუსიის ჩაჩვენების კონტროლით თემაზე უბრალოდ მთელი კორპუსია შექმნილი. ხო, ახლა რამდენიმე მეხსიერების ომებისათვის არის დამახასიათებელი, რამდენიმე შრი არის, რამდენიმე საბრძოლველი არის. თავარი საბრძოლველი მაინც არის ეს აფხაზთა სამეფოსთან დაკავშირებული საკითხები და აქ მთელი კორპუსი არის ისტორიოგრაფიული შექმნილი. როგორც რადიკალურ ფრთებზე, აქეთ პავლე ინგოროყვას ნაშრომია, იქით თქვათ შალვა ინალიპას და ძიძარიას ნაშრომები არის აფხაზურ, იქით მხარეს არის შუა ველი, სადღაც სიმონ ჯანაშიას და ზურაბ ანჩაბაძის ნაშრომები. თუმცა აი ეს პერიოდი ყველაზე ნაკლებად არის გამოკვლეული და ამიტომ ძალიან დასაფასებელია რა ამ კვლევის გაკეთება, იმიტომ რომ ძირითადად დავა მიდის სწორედ ამ ძველ პერიოდზე და არა შედარებით ახალზე, შედარებით ცოცხალზე. ხო, აი ჩემი კითხვა თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის ის რაც სამშობლო ისტორიამ გააქრო, დღეს აღარ არის შემოდგენილი ნაწილი ჩვენი დისკუსიის. აი ეს გამოცდილება, იგივე დემოკრატიული არჩევნების გამოცდილება იმ პერიოდში სტარდებოდა. შეიძლება რომ ცოცხალ მეხსიერებად გადაიქცეს, რომელიც რაღაცაში გამოგვადგება დღეს. თუ ის რაც საბჭოთა პერიოდმა მოახერხა, მაინც გადააქცია ეს ცოდნა მაინც მყარ ისტორიულ ფაქტებად, რომლებიც სამწუხაროდ ვეღარ შეასრულებს რაღაცა ქმედუნარიანი აღარ არის რა დღეს. ძალიან კაი კითხვა. ძალიან კაი კითხვა ირაკლი. ჯერ ერთი ეს ფაქტებიც აღარ არსებობს. მეხსიერებიდან ეს ფაქტებიც გამქრალია. მაგალითად, ჩვენ რაღაც ძალიან პრიმიტიული კლიპი გავაკეთეთ რუსულ ენაზე YouTube-ში და იქ აფხაზეთიდან დაგვიწერეს კომენტარები, რომ ეს კლიპი ეხებოდა არჩევნებს. ესე იგი 1917-დან 21 წლამდე აფხაზეთში ჩატარდა 5 დემოკრატიული სხვადასხვა არჩევნები და იქ კომენტარებში წერდნენ აფხაზეთიდან რუსულად, რომ ნუ აი ჩვენ ეს არ გაგვიგიაო საერთოდ რა არჩევნებზე არის საუბარი, ანუ თავისთავად ეს ფაქტი არჩევნები რო ტარდებოდა, რაღაც დემოკრატიული არჩევნები დეტალებს თავიდანებოდ, ესეც კი უცნობია, ხო? თანამედროვე აფხაზ მოსახლეობას არ აქვს ამის შესახებ ცოდნა. კი, ანუ ეს საერთოდ გამქრალია, რომ აი თურმე ტარდებოდა არჩევნები, იქ რაღაც კონკურენტი, რაღაც კოალიციები იქნებოდა, რაღაც პარლამენტი მუშაობდა, რაღაც ფრაქციები იყო, საპარლამენტო ცხოვრება იყო, რაღაც პლატფორმები იყო. ნუ ირაკლი სასამართლო ახსენებს ყოველთვის აი ერთ-ერთი ესეთი ფაქტი, რომ თავისუფალი სასამართლო იყო ნაფიცი მსაჯულებით, მათ შორის აფხაზეთში ჯერტი თლიანად საქართველოს რაღაც ნარატივის ფოკუსის გასასწორებლად გვჭირდება ამ პერიოდის გადახარშვა და ფოკუსის გასწორება, ასე ვთქვათ, მაგრამ აფხაზეთზე ვლაპარაკობთ. და რომ მუშაობისას აღმოვაჩინეთ ამ წიგნზე მუშაობისას, რომ ესე იგი ჩვენ გქონია არა მხოლოდ ნაფიცი სასამართლო აფხაზეთში, არამედ არჩევითი მოსამართლეებიც კი. 18 მოსამართლე იქნა არჩეული და ანუ ესე იგი როგორ მოახერხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რომ აფხაზეთის საკითხი დაელაგებინა. თან ისე, რომ ადგილობრივი მთავარი ფიგურები, ვისაც ჰქონდა ავტორიტეტი აფხაზეთში. ეს ბოლშევიკები არიან, მარგინალები. მთავარი ფიგურები არა მხოლოდ ინტეგრირებული ყოფილიყვნენ მედროშეები და მთავარი ფალავნები აქეთა მხარეს. როგორ მოახერხა? და ამ საზოგადოების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათ ეს მოახერხეს დემოკრატიით. დემოკრატიულ არჩევით ინსტიტუტებში სამართლიანი არჩევნების გზით მთელი პოლიტიკური პროცესის შემოყვანით. აი ესე მოახერხეს მათ აფხაზეთის საკითხის დალაგება და არ მხოლოდ აფხაზეთის მიღმაც ერთი თავი გვაქვს აქ რა იყო საქართველოს პოლიტიკა სოჭის ოლქში, შავი ზღვის ყოფილ გუბერნიაში და ყუბანში და იქაც აი ეს ფაქტი, რომ აი ამ დროს რუსეთის სამოქალაქო ომი მიდის, ბოლშევიკები, თეთრი მოძრაობა და ამ დროს აგერ არის სახელმწიფო, სადაც არჩევნები ტარდება, სადაც არის პარლამენტი, სადაც არის რაღაც კანონის უზენაესობა, სადაც არის სასამართლო და ეს იყო იმდენად აღსანიშნავი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფაქტი რუსული დემოკრატიული პოლიტიკური ძალებისთვის, რომ იქ მაგალითად შავი ზღვის გუბერნიაში გლეხთა მოძრაობა იყო ესეთი მწვანე მოძრაობა, არავის არ ახსოვს ახლა, იერაღით ხელში კი გამოდიოდნენ, ასე ვთქვათ, საქართველოს მხარეს. და ესეც ძალიან საინტერესოა, რომ აფხაზეთი არ არის, მაგრამ რუსები არიან ესენი, რატო გამოდიან ვიღაც რუსები საქართველოს მხარეს იერაღით ხელში. ისინი ამბობენ, თავად ციტატები გვაქვს ჩვენ მოყვანილი ამ წიგნში, რომელიც იყიდება ყველა წიგნის მაღაზიაში, ამოვიცდა ეს აღმენიშნა, რომ აი ისინი ამბობენ ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი სოჭში გამართული მემარცხენე პარტიების ყრილობაზე, სიტყვა რომელიც ციტირებულია, ამბობს, რომ საქართველო არის ერთადერთი სივრცე, სადაც განსხეულდა თებერვლის რევოლუციის პროგრამა, სადაც არის კონსტიტუციური რესპუბლიკური წესრიგი.
ეს მეხსიერება სამწუხაროდ ახლა მარტო აფხაზეთის შემთხვევაში კი არა, პირველი რესპუბლიკის შესახებ მეხსიერება გახდა გამოსაკვლევი, განსაცოცხლებელი ჩვენს რეალობაში საერთოდ თავიდან და ახლა როცა ვამბობთ რომ აფხაზეთში არ ახსოვთ რომ არჩევნები ტარდებოდა და ჩვენს რეალობაში ვის ახსოვს ვთქვათ რომ საქართველოში ტარდებოდა დემოკრატიული არჩევნები ბოლო წლებში შემოვიდა კოალიციური მთავრობა იყო ხო კოალიციური მთავრობა იყო რომ ასე იმართებოდა ქვეყანა ეს არის სულამისტის დამსახურება საჯარო რიტორიკაში მედიის დამსახურება სხვა შორის ბოლო წლებში გახდა რაღაც მათ შორის დოკუმენტური ფილმები გადაიღეს და ასე შემდეგ სკოლებში შემოიდა და თარიღებიც აღინიშნება რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში ეს არ დაკარგული პერიოდი უნდა ითარგმნოს ეს ალბათ ციფრული ვერსია რა აფხაზეთი 1917-1921 მეხსიერების რეკონსტრუქცია როგორც გიორგი თქვა ყველა მაღაზიაში იყიდება თითქმის წიგნის და აი უკანა ყდაზე არის სხვა შორის ადგილობრივი პარლამენტის ბეჭედი რომელშიც არის პირველი რესპუბლიკის ღერბი და გარშემო აწერია აფხაზეთის სახალხო საბჭო რომელიც იყო კიდეც ამ პარლამენტის სახელწოდება. ხო, სხვა შორის ერთადერთი რაც ლეო ქიაჩელის მოთხრობის დახმარებით შევიდა სასკოლო იმაში ეს რა იქაური ატმოსფეროს გაგების ცდელობა, ხო, რაღაცა რომ აი როგორი იყო ატმოსფერო იმ პერიოდში, სხვა შორის ამ ხრივ არ არის ცუდი ტექსტი რაღაც გაგებით, რომ აღიქვა გარემო იმ დროინდელ სოხუმში აფხაზეთში რა იყო. იმიტომ რომ გაჩვენეს რომ არ იყო ასე ცალმხრივი, არ იყო ასეთი გადმოსახედა და პერსპექტივა სხვადასხვა არსებული მოთამაშეებისა, ხო, ელიტებისა იქნებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს, არ იყო ცალმხრივი. თავისთავად აი როცა ვლაპარაკობ ჩვენ დიალოგზე ქართულ-აფხაზურ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ამას. არის თუ არა ეს ტექსტი გამოსადგომი ამ კუთხით, როგორ ფიქრობ ირაკი? ჩვენ იმედი გვაქვს, ანუ აქ წინა კითხვაში იყო ლაპარაკი, რომ ეს რაღაც დარჩება სურვილებად, რაღაც ჩაკეტილ აკადემიური წრეების დისკურსები. ცოცხალ გამოცდილებად როგორ შეიძლება ვაქციოთ, როცა აი რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ არავის არ ახსოვს, ანუ კტარი ისტორიული ფაქტებია, რომლებიც აი შეიძლება როგორ ცოცხლდება ხოლმე ისტორიული გამოცდილებები ამ. კი ბატონო, და ზუსტად ანუ როგორც საუბრობთ ეს პერიოდი და ეს მოდერნული სახელმწიფოს, თანამედროვე სახელმწიფოს დაფუძნების და საზოგადოების ჩამოყალიბების ეტაპს ეხება, როგორც ჩვენ საზოგადოება საქართველოში იყო პერიოდი, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ტოქსიკური აღქმა ჰქონდა პირველი რესპუბლიკის ისტორიის და მემკვიდრეობის და აქ გარდატეხა მოხდა, შეგვიძლია ეს თამამად ვთქვათ, რომ საბაზისო ფაქტები მაინც თუ ზოგადად მთელი დისკურსი არ შემოტრიალდა და უფრო რეალისტური და ცხადია არსიდან გამომდინარე პოზიტიური გახდა. ცხადია იქიდან გამომდინარე რომ ბევრი კვლევა, ნაშრომი, საგანმანათლებლო პროექტი და ინტერესი მეინსტრიმ მედიის მხრიდანაც და თვითონ საზოგადოების მხრიდანაც იყო, ხო? და აქედან გამომდინარე ეს პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას, რამდენადაც უკვე შეუძლებელია რომ იმ მითოლოგიამ და დეზინფორმაციამ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს და პოლიტიკურ კლასაც დღევანდელ რეჟიმს არ გულისხმობ, ხო, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, როდესაც ექნებათ ცდომა განაცხადების მიღებაზე და იქნებიან რეალური წარმომადგენლები ამ სახელმწიფოს, ცხადია ეს ზურგად ექნებათ როგორც სახელმწიფოებრივი ტრადიციის და ისტორიის ძალიან ცხადი მაგალითები და გაკვეთილები, ხო, და თვითონ ამ კონფლიქტს და პერსპექტივას რაც შეეხება, ანალოგიურად ცხადია უფრო რთულია, რომ უფრო ტრავმული, უფრო ჩაკეტილი, უფრო ტრადიციული საზოგადოების აი ეს მითოლოგიის დეკონსტრუქციას შეუწყოს ხელი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს პროცესიც დაიძვრება, მით უმეტეს რომ ეს წარსული არაფრით არ არის არაკომფორტული ზოგადად, ხო, ახლა ნომინალურად რო შევხედოთ, აქ არ არის რაღაცა ესეთი უთანასწორობის, ჩაგვრის, კოლონიური ანუ ეს ის არის მეხსიერება, ეხლა გაჩნდა რეალურად ეს ფაქტები არასდროს არ ყოფილა დაპირისპირების საგანია, გაგებთ ამ ფაქტებში შესაძლოა არაფერი არ იცოდნენ ადამიანები, არც აქ და არც იქით, ისე და პოლიტიკურ აი როგორც მაშინ აქ საუბარი რა აზე არის და ნუ ხაზის ადგადის, ხო, რომ ეთნიკური იდენტობა არ განსაზღვრავდა პოლიტიკურ გემოვნებას. აქ ხო საუბარი სამთავარ პოლიტიკურ ღირებულებებზე, უნივერსალურ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე და აი აქ ამაში აისახებოდა შემდეგ ეთნიკურობა, ხო? ანუ მე აფხაზი ვარ და მე ქართველი ვარ და ეს არის უფრო წინ ვიდრე ეს საბაზისო ღირებულება
თანამდებობები და სახელმწიფოზე როდესაც იყო საუბარი, საიდან იწყება სახელმწიფოს გაგება და რას ეფუძნება, ხო? ანუ აქ იყო ფაქტობრივად უმრავლესობის თანხმობა, კონსენსუსი და ასე ვთქვათ, ეს მაგალითია და დღესაც თუ აი ეს ღირებულებები წამოაწინა პლანზე, ცხადია ასეთი პრიზმით დანახვა წარსულის იქნება ძალიან თანაუცნობელია უშუალოდ ამ ეპიზოდის მე რასაც თქვენ აღწერთ, ხო? იწყება პერიოდი, რომელზეც შეთანხმება კი არა პირიქით, ეს არის ყველაზე უფრო დიდი დაპირისპირების საგანე ლაკობას. ეს არის შემდგომი კორენიზაციის და ეს მთელი პერიოდი, ხო, 20-იანი, 30-იანი, 40-იანი წლები, ეს არის თავარი კივილებით სავსე პერიოდი. მაგრამ მაგ პერიოდს ვერ გავიგებთ, თუ არ გავაცოცხლეთ, წინა მაგ პერიოდამდე როგორ მივედით, თუნდაც იგივე არ გვაქვს. როცა აღარა გვაქვს ალბათ, როგორ მოხდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აფხაზეთში, რომ ეს მითიც რომ ანუ სინამდვილეში მოხდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გააჩნდა აფხაზეთის ეპიზოდი მთელი თავი არის ჩვენ წიგნში ამაზე, როცა მე-9 წითელი არმია შემოიჭრა აფხაზეთში, იქ საფრანგეთის ფლოტი მონაწილეობდა, თავისთავად ეს ომის ეპიზოდით და აფხაზი ოფიცრები სინამდვილეში აქეთ მხარეს იბრძვიან და მოხალისეები აქეთ მხარეს იბრძვიან და აქეთ მხარეს იღუპებიან. ერთ სიტყვით შეგიძლია გმირები და ისტორიული ფიგურებიც როგორი მნიშვნელოვანია და მართლა სახელები და გვარები არ ვიცით ჩვენ მათი და ალბათ ამ წიგნს და მათ შორის აი გაცოცხლებას ისტორიის ხელს ის უწყობს რომ იგივე თუნდაც მედიაში რამაზე ვსაუბრობ და მე დავუბრუნდეთ თან ამ საკითხებს. ამ ყველაფრის გასაღები არის ამ ერთ წიგნებს სამწუხაროდ მithumedes აკადემიურ წიგნებს გასაგებია რომ ძალიან ბევრი ხალხი სამწუხაროდ არ კითხულობს, მაგრამ ამ აკადემიურ გამარტივებული შინაარსების მიტანა. ბევრი ამბები. ხო, ეს ქმნის ამბავს. მithumedes როცა ამბავს აქ ამდენი წყარო. ამაზე ხო ახლა არ ვილაპარაკებდით რაღაც სატელევიზიო ეთერში საღამოს, არა ეს საბაბი. ჩვენ უნდა ანუ ცალკე მდგომ ამბავს, ნარატივს აქ ძალა. იმიტომ რომ ეს ამბავი არის სიმართლე, ხოლო იქ ანუ მე ჩვენ ვართ ამ მითების ტყვეები. ისტორიაში ეგ პერიოდი 20-იანი 30-იანი წლები იმის ადასტურებს, რომ ისტორიული ნაშრომები შეიძლება იქცეს უმნიშვნელოვანეს იდეოლოგიურ იარაღად. თუ რამე საჩვენებს ისტორია არის, რომ წიგნებს რამხელა ძალა აქვს შებრუნებული. აკადემიურ ნაშრომებში. ამის შებრუნებული მაგალითი არის თუ აი ისტორიულმა ინტერპრეტაციებმა და აი მეხსიერების ომმა როგორ შეუწყო ხელი კონფრონტაციას და სიძულვილის გაღვივებას 70-იან 80-იან წლებში და თუ კი ეს და ფაქტია, მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ზუსტად აი ეს კონკურენცია და ძიება, რომ ვის უფრო მეტი უფლება აქვს ამ მიწაზე ცხოვრების, ამისი საპირისპირო მოდელიც არსებობდა. ეს არ იყო ხაზგასმული, ეს ფაქტორები. და შეიძლება იმუშაოს, რომ გავაცნობიეროთ, რომ რეალური ისტორიის ცოდნიდან შეიძლება ამოვიდეთ და სამშვიდობო მოლაპარაკების და ერთიანად ასე ვთქვათ, გზით წავიდეთ. და რაღაც კონცეპტუალური ჩარჩო მომავალში დემოკრატიული საქართველოს უნდა გახდეს დემოკრატიული თვითონ, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ დემოკრატიული ასე ვთქვათ, რესპუბლიკური წესრიგით ამ პრობლემის დალაგების ეს გამოცდილება თავაზობს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ეს გრძელვადიანი ხედვები, რომ აქ არანაირი კვოტებს ხარ შორის, რომ გავიხსენოთ 91 წლების ამბები კვოტებით რომ ხდება. არანაირი კვოტები არ არის აქ. არანაირი კვოტები არ არის, ხდება დემოკრატიული პოლიტიკით, არჩევნებით და პოლიტიკური იდენტობის წინ წამოწევით, ამით ხდება დალაგება. წარმატების გზით ბოსნია-ჰერცეგოვინა ახლა დიდი კრიზისი უდგა სწორედ იმის გამო, რომ ეს ხელოვნურად შეაკოწიწეს მართვის მოდელი და 7 განათლების მინისტრი ყავს ამ პატარა ქვეყანას. შორს წამყვანს, ანუ დემოკრატიულ პროცესში ჭირდება სივრცე მათ შორის და არა ამოვსება ამ რაღაც ეთნიკური კვოტები. სულ ძალიან კარგი იქნება თუ ეს იგი უშუალოდ ითარგმნება, იმიტომ რომ აფხაზური ელიტები ვერც ქართულად და ვერც აფხაზურად ვერ კითხულობენ როგორც წესი და ამ რთულ ვითარებაში შევეცდებით, რომ თარგმნოთ უსულოდ ნამდვილად. და შეძლებისდაგვარად, რაც თქვით, რომ შემდგომი პერიოდების კვლევას და ანალიზს ვაგრძელებთ, რაღაცები უკვე მოვასწარეთ, სანამ არქივები საბოლოოდ ჩაიკეტებოდა, მაგალითად, ასევე მითოლოგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის აფხაზური აი ამ ნაციონალური ნარატივის, რომ თითქოს საბჭოთა პირობებში ქართული ნაციონალიზმის ხელშეწყობა ხდებოდა და ხელოვნურად შეიცვალა
ეთნიკური ბალანსი ბერიას მესვეობით, ხო? ანუ ამაზეც კვლევა გვაქვს, რომელიც გასაჯაროვდება, რომელიც სრულიად სხვაგვარად და რეალობასთან ახლოს აჩვენებს ამ პროცესს, თუმცა ბევრი რაღაცა შეუძლებელია. რამდენადაც ჩვენი არქივები ამ პერიოდის ამსახველი არის ფაქტობრივად დაკეტილი და რატო ხდება ეს, მაყურებელს ესმის, ხო, რომ ვერ გავიგოთ ჩვენი წარსული და უკეთესობისკენ მომავალი ვერ შევცვალოთ ამ ცოდნით აღჭურვილებმა. საქართველოს ინტერესი არის, რომ არქივები იყოს ღია და ყველაფერი გახდეს მე-20 საუკუნე ანუ რატო უნდა დაკეტოს ასე ვთქვათ პატრიოტულად განწყობილმა მთავრობამ არქივები. აი რატო? ეგ არის ხოშის ავტორიტარული ქვეყნების ერთ-ერთი რომ არქივებს ხურავენ. იმიტომ რომ ისტორია უნდა გადაიწეროს და მოერგოს რეჟიმს. რატო არ უნდა შეგვეძლოს ამ პერიოდის დოკუმენტების თარასხან ეშბას საქმე, მისი დაკითხვის, მისი დახვრეტის გადაწყვეტილება. რატო უნდა იყოს ხელმიუწვდომელი კვლევრებისთვის? ხო, აბსურდია ერთი შეხედვით, მაგრამ ვის ინტერესშია ეს? საქართველოს ინტერესშია? მადლობა თქვენ. მესამე ბლოკში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და უკვე თანამედროვე საქართველოს განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე ვისაუბრებთ. საღამოს ეთერის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს ჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.